რას ნიშნავს იაგო ხვიჩიასთვის მამობა, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ არ არის მამა? ბავშვს უნდა შეხედო როგორც შენს თანასწორ ადამიანს, რომელიც ემზადება დიდობისთვის. მაგალითად ძალიან მიჭირს დედაჩემის რაღაცაში გამტყუნება, რომ დედაჩემს მაგალითად მიაჩნდა, რომ ბავშვი, რომელსაც და ზოგადად ადამიანი, რომელსაც არის ეს გამრავლების ტაბულა, მათემატიკოსი არის, ზეპირად არის, ის არის დებილი. აი დღეს 21 საუკუნეში 2025 წელს. რა უნდა ასწავლოს პირველ რიგში მამამ შვილს თქვენი აზრით? კაი პასუხია ხო? დღევანდელი გადმოსახედიდან, ანუ ვინმე რომ მაგას თავის შვილს უკეთებდეს, მე შეიძლება წამებად ჩავთვალო დღევანდელი კანონმდებლობით. არც ერთ საბჭოთა მშობელს, მგონი არც დღევანდელს, მაგრამ იქ განსაკუთრებული აქვს და ვიტყვი რატომაც, არ უნდა რომ მისი შვილი იყოს ოროსანი. ხო. მე 90-იანი წლების ბავშვი ვარ სამეგრელოში. და 90-იანი წლების ბავშვობას სამეგრელოში აქ ის უცნაური ნიშანთვისება, რომ მშობლები შენ გაფრთხილებენ, რომ იცი რა უცნობს ვიღაცას არ ჩაუჯდე მანქანაში, არ მოგიტაცო. და ამავდროულად როცა შენ ასე გაფრთხილებენ, იცი რომ შენ ახლა გაივლი სადღაც სკოლაში მისასვლელად, იქგანან ვიღაც ბეტერი, ხალხი ბეტერი. მამა ჩემი გვამშვიდებდა ეს რაღაცა ხო იყო ვიღაც რომ დედა გაშინებს რაღაც მამა ჩემი გვაშინებდა რომ მეო ისე არ მიცხოვრიაო რომ ვიღაცა შემომივარდეს და ჩემ შვილებს ამე დაუშაოსო, ამიტომო თქვენ იყავითო თქვათ ტყვი არ ჩაყაროთ რაღაცაში. მშობლების რეაქცია რა იყო პოლიტიკოსობა რო აირჩია იაგო ხვიჩია? სულ ვარყოფითია დღემდე დედაჩემის განსაკუთრებით. მამა ჩემი მგონი შეეგუა და ახლა ძალიან ნამდვილი არ არის. ზოგადად თუ რამეს აკეთებ ამ ქვეყანაში ვიღაცა აუცილებლად გაგინებს ეს და ამას რო აყვე არაფერი არ უნდა გააკეთო. ჩვენი არ აკეთე ხალხის გვერდიდან და მეტი შანსი ექნებათ რომ უკეთესი ხარისხის გადაცემა გქონდეთ.